რო გითხრა ხა სიმართლე რომ რაღაცა დიდ პრობლემებს წარმოადგენს ჩემთვის არა ვარ დამოკიდებული ინტერნეტზე და ისე ალბათ საერთოდ ზოგადად ვინც დამოკიდებულია იმასთვის ძალიან რთული იქნება. გუშინ გათიშული იყო ინტერნეტი და ძალიან ცუდი იყო. მიფიქრია კიდევაც რომ დაუშვათ რომ გაითიშოს ინტერნეტი ამდენი რამე რაც მასეა დამოკიდებული როგორ იქნება მე და როგორ ვიქნებით საერთოდ. როგორ წარმოვიდგენია? ძალიან კარგად. მოვიმარაგებ ცანთლებს, დაუბრუნდებით რომანტიზმს, წავიკითხავთ ქართულ ხალხურ ზღაპრებს, მეტი კომუნიკაცია გვექნება ოჯახის წევრებთან და როცა ინტერნეტი გაითიშება, წუხელ ქონდა ადგილი, იმდენად დავითრგუნე, რომ მეგონა სამყაროს აღსასრული იყო. ამას დაემატა შემდგომ წყლის გათიშვა ქალაქში. ამას ემატება კიდე საქმეების გადადება, რომელსაც იწვევს ელექტროენერგიის გათიშვა. და ფაქტიურად თუ გადავეჩვევით ნელ-ნელა ამ პროგრესს, შემდეგ ნერვიულობა აღარ მოგვიწევს და მადლობა წყალმომარაგებას, მადლობა პროჯორჯიას და მაგთის, რომ ასე ზრუნავენ, ჩვენ დავიბრუნოთ ჩვენი ნამდვილი სახე. არ წარმომიდგენია. ანუ რო დავიბადეთ უკვე თითქმის ესენი იყო ყველაფერი განვითარებული და უმეტესობა ჩემი ასაკის ბავშვები დამოკიდებულები არიან. ასევე მეც სულ ტელეფონი მიჭირავს ხელში და არ წარმომიდგენია, მაგრამ ჩემი აზრით უფრო ჩამოყალიბდება კომუნიკაცია ადამიანებს შორის და ურთიერთგაგებაც უფრო ესეთი იქნება და ჩემი აზრით ცოტა აგრესიასაც იწვევს ეს ტელეფონზე დამოკიდებულება და ამიტომ უფრო ესეთი ხალხი იქნება ჩემი აზრით. ჩემი გადმოსახედიდან ძალიან ლამაზად. იმიტომ რომ ადამიანური ურთიერთობის აღდგენა, სამყაროს ფერთა აღქმა, აქტუალობა და ცოცხალი ურთიერთობა. თვლი რომ ძალიან საინტერესო იქნება. რა ვიცი, თუ ზოგთათვის ეს პრობლემა არ იქნა. ჩემთვის არასდროს არ იქნება პრობლემა. მე ის თაობა ვარ, როდესაც ძალიან კარგად ქონდა კომუნიკაცია, მიუხედავად იმისა, რომ არ იყო ინტერნეტი და იყო მხოლოდ სადენის ტელეფონი. ასე რომ ძალიან კარგად შეიძლება. დაგვიანების გარეშე მიხვიდე ზუსტად იქ, სადაც გეპატიჟებიან. ან სადაც თავშეყრის ადგილია. არანაირი პრობლემა არ არის. მიჩვევარი უბრალოდ საჭირო ასეთი ურთიერთობის. ეჩევა ადამიანი ყველაფერს ეჩევა, ანუ გართობის გარეშეც ცხოვრებასაც ეჩევა და გართობასაც ეჩევა და მაგრამ დროს გვაკარგებს რა ტექნოლოგიები ბევრს და უფრო მეტი საქმეს გავაკეთებთ ალბათ. ამ შეუძლია ადამიანს მის გარეშე თავარია შეჩევა ყველაფერი შეჩევა არ. გონია რომ ინტერნეტი ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის მნიშვნელოვანია და მით უმეტეს საქმიანი ადამიანებისთვის. თუმცა როგორც ყველა მოვლენას ყველაფერს აქვს ორი მხარე. ერთი დადებითი, რაც ეს არის ინფორმაციის წვდომა, კომუნიკაცია, უსწრაფესი კომუნიკაცია დედამიწის ნებისმიერ კუთხეში, ადამიანებთან, შორს წასულ ადამიანებთან ყოველდღიური ურთიერთობა. მაგრამ ამას აქ რა თქმა უნდა მეორე მხარეც, რომ დრომი აქვს, ბევრი ჩვენი სისულელებში ვხარჯავთ, მეც მჭირს ეგეთი რაღაცები და ასევე, ნეგატიური ინფორმაცია. ჩვენ ვერ შევეწინააღმდეგებით ამას, იმიტომ რომ ვითარდება ცხოვრება, წინ მიდის. ტექნოლოგიური სიახლეების შემოდის ჩვენ ცხოვრებაში, ტექნიკური რევოლუცია კარნახობს თავის წესებს და კანონებს და შესაბამისად ჩვენ ვერ შევძლებთ ლაბორატორიულად ვიცხოვროთ ჩვენთვის მარტო და უარი ვთქვათ იმ ყოველდღიურობას, იმ მნიშვნელოვან მომენტებზე, რაც ჩვენს ყოველდღიურობას ქმნის. დავეთანხმებით ნინოს, როცა ამბობს, რომ ბევრად უფრო ლაღი ურთიერთობები იყო, მაგრამ ის იყო წინა საუკუნე. და დღეს 21 საუკუნეში ვცხოვრობ და უბრალოდ ჩვენ ვერ შევძლებთ ვიაზრუნოთ ერთი საუკუნით და ვიარსებოთ მეორე საუკუნეში. ინტერნეტს ისევე როგორც ძალიან ბევრ სხვა ყველა მოვლენას თავისი ორი მხარე აქვს, დადებითი და უარყოფითი. თავიდან შეიძლება მიუჩვეულობის გამო იყოს სული, მაგრამ მე მშვენივრად. აი გუშინდელი დღე იყო სამაგალითო. და როგორი იყო თქვენთვის გუშინდელი საღამო? ცუდი არ იყო ნამდვილად, იმიტომ რომ ჩვენ მაინც ვახერხებთ ან რამე ვისაუბროთ, ან ვითამაშოთ, ან ჩვენ მოვძებნით საქმეს, მაგრამ უბრალოდ სამსახურს რომ ხანდახან ჭირდება, აი მაინც დამოკიდებული არის სამსახური. მე ახლა საგალობლებსაც რომ მიგზავნიან და ისა ინტერნეტში მდავნახო და ამის გამო, თორე ისე ახლა ურთიერთობა და წიგნის კითხვა ყოველთვის კარგია და ყოველთვის კარგი იქნება ჩემი აზრით და ზომიერება ყველაფერში არის საჭირო, ყველაფერში. ისიც არ ვარ ღმერთმა ყველა დაიფაროს 24 საათი რომ ბავშვები არიან და ისტერიკა აქვთ უკვე, ეს ხო
არ ვიცი ეს საშინელი დაავადება არის და ისიც არ ვარ კიდევ იქ კარგი ინფორმაციების მოძიებაც შეიძლება ვინ რას ეძებს კარგიც არის და უნდა იცოდე რომ ის ცუდი არ არის საძებნელი უბრალოდ ადამიანმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს ძალიან ქრონიკულად ონლაინ ადამიანი ვარ ასე რომ ალბათ უფრო მეც დავხატავდი ინტერნეტის გარეშე მაგრამ თუ ზოგადად არის არსებობს მაშინ რავი ალბათ უკეთესი იქნებოდა იმ მხრივ რომ უფრო ნაკლებს ისტერეს ვნახავდი ვერ წარმომიდგენია გამორიცხულია დღესდღეობით უკვე ყველა ისეთ რიტმში ვართ ჩვენ რომ ინტერნეტის ბევრჯერ მისცია რომ ჩემ პატარა გოგონას გაუთიშო ინტერნეტი იმიტომ რომ ასე მგონია რომ ბევრ დროს ატარებს მაგრამ როგორც კი გავთიშავთ რა თქმა უნდა რა ვიცი ძალიან გვიჭირს იმიტომ რომ ყველა ინფორმაცია სკოლაში სამეცადინოთ ჩემი სამსახურის დაკავშირებულია ინტერნეტთან ასე რომ ვერ წარმომიდგენია დადებითი მხარეც აქვს ყველაფერს და უარყოფითი მხარეც აქვს გრას გამოიწვევს ალბათ რაღაცის ინფორმაციის უქონლობას მე მგონია რომ დღეს ეს პროცესი ვეღარ შეჩერდება თუ კი ინტერნეტი არ იქნება თითქოს კომუნიკაცია უფრო მეტი იქნება ურთიერთობა უფრო მეტი იქნება მაგრამ მე ახლა ვინც არ მეთანხმება ბოდიშ მოვხდი მაგრამ ჩვენი ურთიერთობა იმდენ შედეგს ვერ მოიტანს რაც ინტერნეტი რა ვიცი მე მაგალითად ინტერნეტის გარეშე აწი ვეღარ წარმოვიდგენია ჩვენი ცხოვრება ხო მეც ამაკ რა თქმა უნდა კაცრიც ვარ ხანდახან მეუღლესაც ვეუბნები ვისაუბროთ ეს ახლა კიდე სხვა რამ არის მაგრამ ძირითადად ინტერნეტი აუცილებელია ჩვენ ცხოვრებაში ჩვენი ახალგაზრდები ძალიან ჭკვიანები რო არიან ბევრი რამე იციან ჩვენ თაობაზე უკეთესები რო არიან ალბათ მაგ ინტერნეტმაც გარკვეულ წილად და იმოქმედა